ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქართული ოცნების მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში, გამოვხატავთ ჩვენი მთავრობის მიმართ მხარდაჭერას და უსურს, რომ გავერთიანდეთ ქართული ოცნების გუნდში და მოკლედ გვინდა მიმართოთ აქედან ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გვაქვს რაღაც ჩვენი მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმით, რომ არჩევნებიდან დღემდე მოღვაწეობა ახალი მთავრობის მიმართ გვაქვს ჩვენი შეხედულება, ჩვენი აზრები და ვითხოვთ, რომ დღემდე რაც ხდება რაიონში, უფრო უნდა ფაქტიურად მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ რაიონს, როგორც კადრებს, დანიშნულ კადრებს, რადგანაც რაიონში დღეს მოქმედებს ისეთი ბიუროკრატიული წრე, რომელიც გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ ეს ხალხი ერთი მთავრობიდან გადადიან მეორე მთავრობაში და აუცილებლად ამ ხალხზე უნდა დამყარდეს კონტროლი, რადგანაც ესენი როგორც ზემოთ აღნიშნავენ ჩანერგილები, ესენი ჩანერგილები არ არიან, ესენი დიდი ხანია მოქმედებენ და მრავალი მთავრობა გამოიარეს და ეხლაც ფიქრობენ, რომ იქ მოხვდნენ და დაიკავონ ადგილები. ამიტომ მე მოუწოდებ ადგილობრივ მთავრობას, ბატონ კოტეს, შარაშენიძეს, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბატონ დავით დარჩიას, რომ გადახედოს კადრებს დანიშვნისას და დააკვირდნენ და უნდა მოხდნენ აუცილებლად დამსახურების მიხედვით, თავიანთი კვალიფიკაციის მიხედვით კადრები, როდესაც დგება სოფლის ხელმძღვანელების გამგებლების დათხოვნა და ახალის დანიშვნა და ასევე მინდა მოუწოდო მათ, რომ ის თანამებრძოლები, რომლებიც მის გვერდით იდგა, აქ ლაპარაკი არ არის ჩემზე და მარტო ჩვენ საინიციატივო ჯგუფზე, მათ გვერდით უამრავი ნიჭიერი ადამიანები იდგა, მათ შორის თუ კი რაიმე ხიჩატეხილობა არსებობს და რაიმე ასთა სხვადასხვაობა, ისინი აუცილებლად უნდა დაჯდნენ ერთად, რადგანაც ამას ხალხი მტკივნეულად აღიქვამს და გაერთიანდნენ უნდა ჩვენი რაიონის კეთილდღეობისათვის და ის ძირითადი ამოცანა, რაც მათზე არის დაკისრებული და ის დიდი ნდობა, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მთავრობა მათ გამოუცხადა, უნდა გაამართლონ და ასევე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო ჩვენ არჩეულ დეპუტატს, ბატონ ზვიად ყვაჭანტირაძეს, რომ მან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს უბრალო ხალხთან, მოსახლეობასთან. გასაგებია, რომ ის დაკავებული არის პარლამენტში აქტიური საქმიანობით, მაგრამ უპირველესად დეპუტატის მოვალეობა, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც მას ენდოდა ხმა და მისა და გვერდით დაუდგა, მათი ნდობა უნდა გაამართლოს და თითეული ამორჩევლის პრობლემა მან გულთან უნდა მიიტანოს. იმედია მე ამისთვის ის არ მიწყენს, მას მეგობრულ რჩევას ვაძლევ ამაში და ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მთლიანად უერთებით ქართულ ოცნებას, მათ პოზიციებს და ვსურს, რომ ერთიანად ვიმოქმედოთ, ვიმოღვაწოთ და ის ენერგიული ადამიანები, რომლებიც მიმოფანტული იყვნენ ამ ჩვენ რაიონში ამა თუ იმ პარტიებში, დავდგეთ ერთად და დავდგეთ ამ ახალ მთავრობას გვერდით, რომ მომავალში ჩვენი რაიონისთვის ვიღვაწოთ და ვიმოქმედოთ.